ბოლო პერიოდია ძალიან პოპულარული გახდა ოზემპიკი, წონაში კლების პრეპარატი და სელებრიტები, ცნობილი სახეები, ინფლუენსერები ბევრი იყენებს, ძალიან კარგი ეფექტები აქვს, მარტივი გამოსაყენებელია და ამიტომ ძალიან დიდი პოპულარობა შეიძინა. სირთულე აქვს რომ ძვირი ღირს. და ვისაუბრებთ მის ეფექტურობაზე, კიდევ როგორები არსებობს, რომელია უფრო ეფექტური, ან უფრო უსაფრთხო, როდის დაიკლებს ფასი და ის რისკები, რომელზეც ხალხი ღელავს, იმიტომ რომ გამოდიან მაგალითად ეხლა და ამბობენ რომ აი ოზემპიკი არ მიიღოთ, ვინაიდან იწვევს დაბრმავებას, ოზემპიკი არ მიიღოთ, ვინაიდან იწვევს კიბოს და ასე. რამდენად მართალია ეს რისკები თუ უბრალოდ იგონებენ. პირველ რიგში ვთქვათ, რას აკეთებს ოზემპიკი. ოზემპიკი უკავშირდება ჩვენს ნაწლავებში და კიდე ტვინში არის რეცეპტორები, უჯრედებს უკავშირდება მოკლედ და ადამიანს აქვს ისეთი სიმაძღრის გრძნობა, თითქოს ჭამა ახლა. და ასევე კუჭის დაცლას ანელებს და ადამიანს აქვს სისავსის შეგრძნება. ამიტომ ვინც იღებს ოზემპიკს პრაქტიკულად მადა უნულდება, აღარ შეათ საერთოდ და ძალიან ადვილია მერე ძალიან კარგად იკლებენ. არის ნემსები მოკლედ, რომელსაც ან მუცელში, ან მხარში იკეთებენ, ადვილია, ანუ ის არ არის რაღაც ნემსი და ეგეთი არა. კალამითა უცებ დაირჭობ და არ არის მტკივნეული და ეგრე. და კვირაში ერთხელ ჭირდება, ამიტომ პრაქტიკულია ამ ხრივაც და კლება აქვთ ძალიან კარგი, ანუ წლის განმავლობაში დაახლოებით იკლებენ 10% სხეულის მასის 10%, ზოგი მეტს, ზოგი ცოტა ნაკლებს, მაგრამ ეს კლება მიიჩნევა ძალიან კარგ კლებად, იმის გათვალისწინებით, რომ განსაკუთრებული მცდელობის ჩადება არ უწევთ იმ წონაში კლების პერიოდის განმავლობაში სამ ამ პრეპარატს იღებენ. GLP-1-ის აგონისტები ქვია ამ პრეპარატს, ზოგადი სახელწოდება აქვს სემაგლუტიდი, ანუ გენერიკული სახელწოდება და სემაგლუტიდის ბრენდის დასახელება ოზემპიკი. ეს სემაგლუტიდი სხვა დასახელებებითაც გამოდის. მაგალითად ვეგოვი, რიბელზასი. ეხლა რა განსხვავებებია? ყველაზე პოპულარული მაინც ოზემპიკია. ვეგოვი უფრო ეფექტურია და ეს რიბელზასი არის ტაბლეტები. ანუ ვისაც არ უნდა რომ ნემსი გაიკეთოს, მოკლედ იმისთვის ტაბლეტებიც არსებობს. ოღონდ ისინი უფრო ახლებია შედარებით, ახალი შემოსულია ბაზარზე. შესაბამისად, ადამიანებს ყოველთვის სიახლის მიმართ აქვს უცხოობა. ეს 2017 წლიდანაა, დიდი ხანია რაც ოზემპიკი პრინციპში ბაზარზეა, ამიტომ წლები ადამიანები იყენებენ და პირველი ნაბიჯის უპირატესობაც აქვს, ამიტომ ყველაზე პოპულარულია და ოპტიმალური, ანუ თუ შევადარებთ მაგალითად ეს ვეგოვი ყველაზე ეფექტურია, რებელზისი ყველაზე ნაკლებ ეფექტურია, შუაშია ოზემპიკი, მაგრამ გვერდითი ეფექტებითაც ყველაზე ოპტიმალური ოზემპიკია მოკლედ. ამიტომ პრინციპში ძალიან პოპულარული და თან იმ ადამიანებისთვის გამოიყენება, ვისაც აქვს დიაბეტი და მეტიც ოზემპიკის მთავარი დანიშნულება არის დიაბეტი. FDA-ის მიერ დიაბეტის სამკურნალო პრეპარატად არის აღნიშნული, რადგან არა მარტო მადას აქვეითებს, არამედ ინსულინის გამოყოფას ხელს უწყობს და გლუკაგონის გამომუშავებას ხელს უშლის. ინსულინი წარმოიდგინეთ, რომ აუცილებელია უჯრედებში რომ გლუკოზა შევიდეს, ანუ საწვავი რომ უჯრედებში განაწილდეს ამისთვის და ამით დიაბეტს ეხმარება და მეორეს მხრივ გლუკოზის წარმოქმნას უშლის ხელს. გლუკაგონი სიგნალს აძლევს ღვიძლს, რომ გლუკოზა წარმოქმნას და მაგას რო ამცირებს, ნაკლები გლუკოზა წარმოიქმნება და შაქრის დონე ქვევით ჩამოდის, ანუ სტაბილურდება. ამიტომაც დიაბეტზეც მოქმედებს. არის კიდე კვლევები, რომ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და გულის დაავადებების რისკს ამცირებს, თუმცა არ არის კარგად მან დადგენილი ეს რამდენად რისკს რამდენად ამცირებს და ესე დეტალები, ამიტომ დიაბეტისთვის არის მოკლედ აღიარებული ოზემპიკი. ეს ვეგოვი პირდაპირ წონაში კლებისთვის არის, ანუ FDA-ის მიერ წონაში კლებისთვის არის აღიარებული. ორივე შემთხვევაში ორივეს მოკლედ წონაში კლებისთვის იყენებენ.
და ორივე შემთხვევაში ორივე დიაბეტის სამკურნალოთაც გამოდგება. ფასი აქვს ძვირი. საქართველოში მაგალითად 3 თვის დოზა ღირს 1300 ლარი ეს ოზემპიკი. ამერიკაში კიდევ უფრო ძვირი ღირს 1 თვის დოზა დაახლოებით $100 დაზღვევის გარეშე. ამ ოზემპიკს კაის აქვს მაგალითად რომ დაზღვევა ანაზღაურებს. მე მითხრეს რომ საქართველოშიც ანაზღაურებს რომ დაზღვევა ზოგიო და ეს თუ ვინმე მიცით დაწერეთ კომენტარებში საინტერესო იქნება როგორ ხდება რამდენად ანაზღაურებს. ანუ ამერიკაში ოზემპიკი შედის ხოლმე დაზღვევებში და ამიტომა რომ ხალხი ძალიან აქტიურად იყენებს, მაგრამ დაზღვევის გარეშე რა თქმა უნდა ძვირი ღირს. ეხლა კითხვა იქნება კიდე რომ აი როდის გაიაფთება მაგალითად გაიაფთება 26 წლისთვის ეწურება ძირითად პატენტს ვადა სემაგლუტიდის დამზადება შეიძლება სხვა კომპანიებსაც და სავარაუდოდ 2027-დან უნდა გაიაფთეს შედარებით და 2033-ისთვის კიდე ეწურება მეორად პატენტებს ვადა აი მიღების ფორმას, აი კალმის მსგავს ნემს და ეგეთების გამოყენებას და კიდე უფრო გაიაფთება მოკლედ უახლოესი 10 წლის ფარგლებში მნიშვნელოვნად დაიკლებს ფასი და ეგრე არ შენარჩუნდება, მაგრამ ამ ეტაპზე ძვირი ღირს. ეხლა რა კრიტერიუმებით ფასდება რომ ადამიანმა მიიღოს თუ არ მიიღოს, ვისაც აინტერესებს და ვისაც უნდა. დიაბეტი თუ აქვს ადამიანს ინიშნება ოზემპიკი და სხეულის მასის ინდექსი 27 და მეტი და თან რისკ ფაქტორი უნდა კონდეს. მაგალითად, მაღალი წნება, მაგალითად დიაბეტი, გულის დაავადება, ასეთი რისკ ფაქტორები უნდა კონდეს და ამ შემთხვევაში 27 სხეულის მასის ინდექსი როცა 27 აქვს, ანუ ცოტა ჭარბტოწონიანი თუა უკვე ინიშნება თუ რისკ ფაქტორებიც აქვს. თუ არა და სხეულის მასის ინდექსი 30 და მეტი უნდა კონდეს, მისი გამოყენება შეიძლება. გამოყენება რამდენ ხანს მიიჩნევა უსაფრთხო მიიჩნევა დაახლოებით 4 წლის განმავლობაში. ოღონდ აქ არის მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორები, რომელზეც ბოლოსკენ ვისაუბრებ, ამიტომ დარჩით ბოლომდე, ვისაც გაინტერესებთ ეს თემა. კიდე არის კითხვა, რომ აი ხო არ არის უფრო ეფექტური რამე არის უფრო ეფექტური საშუალებებიც, ტირზეპატიდი ქვია ამ მოლეკულას, რომელიც უფრო ეფექტურია ვიდრე ოზემპიკი და ვიდრე სემაგლუტიდი და ეგენი ეს ტირზეპატიდის წარმომადგენლები არის ორი, ყველაზე მთავარი, მონჯორნო და ზიბაუნდი. მონჯორნო არის დიაბეტისთვის, ზიბაუნდი არის წონაში კლებისთვის აღიარებულები FDA-ის მიერ. ეხა ესენი რას აკეთებენ? იგივე GLP-1-ის აგონისტია ტირზეპატიდიც, ოღონდ დამატებული აქვს კიდე ერთი ახალი ფუნქცია, GIP-ის აგონისტია. GIP იშიფრება როგორც გლუკოზა დამოკიდებული ინსულინოტროპული პოლიპეპტიდი, ეგრე იშიფრება და ეგეც მოკლედ ინსულინის მგრძნობელობის გაუმჯობესებას ეხმარება. ეგ არის და ორმაგი დარტყმა არაა და უფრო ეფექტურია ორივესთვის, მადასაც უფრო მეტად ამცირებს და უფრო ეფექტურია წონაში კლებისთვისაც და დიაბეტისთვისაც. ამიტომ ეს ზიბაუნდი ძალიან პოპულარული ხდება, ვინაიდან თითქმის 22%-იანი წონაში კლების ეფექტურობა აქვს. ანუ ძალიან ეფექტურია მოკლედ წლის განმავლობაში რომ იღებენ. აქვს თავისი შეზღუდვებიც რა თქმა უნდა ამ ყველას. გვერდითი ეფექტები აქვს მეტი და გვერდითი ეფექტები დაახლოებით ადამიანების 30%-ში აღმოცენდება, ვინც ოზემპიკს იღებს და გულისრევა, ღებინება, დიარეა, ფაღარათი, შეკრულობა, დისკომფორტის შეგრძნება მუცლის ღრუში, აი ესეთი გვერდითი ეფექტები აქვს. ხა აუტანელი არ არის როგორც წესი, მაგრამ ზოგი ადამიანისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ წვეტს მიღებას აქვს უფრო მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტებიც. მაგალითად, პანკრეატიტი შეიძლება გამოიწვიოს, პანკრეასის ანთება, რომელიც რეალურად ძალიან სერიოზული და ძალიან მტკივნეულია, თუმცა განკურნებადია, ეგ არის კარგი, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან არასასურველი გვერდითი ეფექტია. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს ქოლეცისტიტი. ქოლეცისტიტი არის ნაღვლის ბუშტის ანთება. წონაში
კლება როცა ხდება ჩქარა, მაშინ ემართება ხოლმე ადამიანებს ეს ნაღლის ფუშტის ანთება, ნაღლის გაღიზიანება ან კენჭის წარმოქმნა და მერე გაჭედვა და მოკლედ ეგ ნაღლის პრობლემებიც დაახლოებით 2-3%-ში ვინც იღებენ ოზემპიქს აღმოცენდება და რო ვამბობ ოზემპიქს გულისხმობ მაგ ყველას რა, ანუ ოზემპიქს, იმას რა ქვია, ამ სემაგლუტიდების ვეგოვის, იგივე აქეთ ტირზეპატიც, მონჯორნოს და ზიბაუნდ შესაბამისად, ანუ ყველას აქვს გვერდითი ეფექტები. აქვს კიდე ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, მოკლედ ეს არის ხედველობის დაკარგვა და ეგ ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტია, მოკლედ ხედველობის ნერვის იშემია ვითარდება ხოლმე ზოგჯერ, ვინც იღებს ამ ოზემპიქს და ეს ახალი გვერდითი ეფექტია რეალურად, რომელიც აი შესწავლის პროცესშია. არიციან ზუსტად რატო ვითარდება. ნუ არის მოსაზრებები, რომ გლუკოზის დარეგულირება იწვევს ამ ოპტიკურ ნერვში სითხის გადაანაწილებას ისე, რომ შემდეგ მისი კვება მცირდება და იშემია ვითარდება და ადამიანი კარგავს ხედველობას და ეგ ძალიან დიდი პრობლემაა. ეხლა რამდენად დიდი პრობლემა თუ აღმოცენდა, იმიტომ რომ ვერ შველიან, ანუ ბრმავდება ადამიანი ცალ-თვალში. ეგ ეხლა თან ისეთია, რომ ძალიან ადვილად ვრცელდება მე, რომ ანუ ეს პრობლემა ვიღებდი ოზემპიქს და დამაბრმავა, ხო? ანუ სინამდვილეში უზარმაზარი შეზღუდვა. მეორე მხარე აქვს, რომ რამდენად ხშირია, ანუ ეს რისკი რამდენად დიდია. ზოგადად აი ადამიანებს რო თქვათ საშუალოდ, ვინც არ იღებენ ამ წამას, ეგ რისკი აქვს დაახლოებით 100,000 ადამიანში 10-ს ემართება, ნუ 10-მდე რა, ანუ ზოგ 100,000 რო აიღო 2-ს, ზოგ 3-ს, ზოგჯერ 10-ს. და ვინც ოზემპიქს იღებს, ეგ რისკი აქვს 3-ჯერ გაზრდილი. ანუ თუ უნდა დამართნოდა 10-ს, დაემართება 30-ს. აი ეგ არის სხვაობა 100,000 ადამიანში. ეს რისკი ახლა მაღალია, ანუ აბსოლუტური რისკი არაა მაღალი, რო თქვა რომ 100,000 ადამიანში 30 ბევრი არაა, მაგრამ 30-ის ნაცვლად რო 10-ს უნდა დამართნოდა და ეს 20 ბევრი არ არის, ბევრია. ანუ ფარდობითი რისკი მაღალია და აბსოლუტური რისკი მაღალი არ არის, მაგრამ ახლა იმ 20 ადამიანს კითხე აბა ვისაც დაემართა თუ მაღალი არ არის. მოკლედ ეს ძალიან დიდი პრობლემაა. მეორე მნიშვნელოვანი შეზღუდვა რაც ყუთზე არის დატანილი, როგორც გაფრთხილება არის, რომ ადამიანებს რომელსაც აქვს MEN2 სინდრომი, მოკლედ გენეტიკური მუტაცია, რომლის დროსაც იზრდება ენდოკრინული სიმსივნეების დაავადების რისკი. მაგ ადამიანებისთვის არ შეიძლება, იმიტომ რომ მედულარულ კარცინომას იწვევს ოზემპიკი ცხოველებში, თაგვებში დააკვირდნენ მაგას, ამ ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეს მოკლედ, რომელთან მის აგრესიულ ფორმას იწვევს და ამიტომ აიკრძალა ადამიანებში, იმ ადამიანებში მისი მიღება, ვისი ოჯახის წევრსაც ეს სინდრომი აქვს, ან თვითონ ადამიანს აქვს ეს სინდრომი. ეხლა იტყვის ადამიანი, რომ მე რა ვიცი ხა ეს სინდრომი მაქვს თუ არა, ხო, მილიონობით ადამიანი და ყველამ გენეტიკური ტესტი გავიკეთოთ იმისთვის, რომ მივხვდეთ. ეგრე არ არის. ამ შემთხვევაში, როცა ადამიანს ეს გენეტიკური მუტაცია აქვს, პრაქტიკულად 100%-ს 40 წლამდე ემართება ხოლმე ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე, ოღონდ მედულარული ფორმა, ანუ არა პაპილარული, ის ყველაზე გავრცელებული რომელიცაა, ის არა, იშვიათი ფორმა, მოკლედ, რომელიც უფრო აგრესიულია. ეგ ემართება ხოლმე დაახლოებით თითქმის 100%-ს, ვისაც ეს ენდოკრინული სიმსივნე აქვს, ანუ ძალიან ახალგაზრდობაში ემართებათ. შესაბამისად, ადამიანს, რომელსაც ეს სინდრომი აქვს, ეს მუტაცია, რომელსაც აქვს, როგორც წესი იციან ამის შესახებ, ან მათ ოჯახის წევრს დაემართა და მაგით იციან, ანუ სრულიად მოწმენდილ ცაზე, როგორც წესი, ეგ სინდრომი არ აქვს ხოლმე და ამიტომ რომ ახლა თუ ეგ სინდრომი არ აქვს, მაშინ მნიშვნელოვნად არ ზრდის იმ სიმსივნის რისკს და თუ ეგ სინდრომი აქვს კიდე მისთვის არ შეიძლება, ამიტომ და თან კიდე ამ ოზემპიქს როგორც წესი იღებენ უფრო ადამიანები, რომელსაც დიაბეტი აქვს, ანუ როგორც წესი ასევე 30-40 წელს გაცელილებები არიან ეს ადამიანი ასაკით და უკვე ამ პერიოდისთვის იცის ეს სინდრომი აქვს თუ არა, თითქმის ყველამ მოკლედ. ეს რისკიც ახლა სიმსივნის რისკი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ
ამიტომა რომ გაფრთხილებად დატანილია. თუმცა ადამიანებში არ არის კარგად შესწავლილი, რამდენად დიდია ეგ რისკი. ახლა რა ხედვა გვაქვს? ამ ეტაპზე რაც ვიცით, მოკლედ არის უსაფრთხო, ჯამში მაინც უსაფრთხოდ მიიჩნევა. აი სიბრმავის რისკი საკმაოდ მნიშვნელოვანია და დიდია, მოკლედ ეს სიბრმავის რისკი. მეტი შესწავლა ჭირდება იმ მხრივ, რომ დადგინდეს ზუსტად აი ვინ რომელ ადამიანებს ემართება, თუ ნებისმიერს ემართება ბრმა და ასე, თუ ყველას შეიძლება დაემართოს, თუ რომელიმე კონკრეტულ კატეგორიას, აი აქ ჩაშლა შეიძლება მოხდეს, რაც შესწავლის პროცესია და მალე იქნება პრინციპში ეს მონაცემები ცნობილი და გვეცოდინება. ეფექტურობა მართლა ძალიან მაღალი აქვს. წონაში იმატებენ თუ არა, მას შემდეგ რაც დაანებებ თავს, რა თქმა უნდა, ნებისმიერ წონაში კლების პრეპარატის მერე თავს რო დაანებებ, თუ არ შეუწყე ხელი, წონაში ისევ მოიმატებ, მაგის გარანტია არ არსებობს. და ფასიც მოსალოდნელია რომ გაიაფდეს, რაც რა თქმა უნდა კარგია, თუმცა ამ ეტაპზე მაინც საკმაოდ ძვირი ღირს. აი ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენდით, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, ან გამოწერეთ, ან დააკომენტარეთ, ანუ ეს დაეხმარება YouTube-ის ალგორითმს, რომ მეტ ადამიანს აჩვენოს და თქვენი მხრიდან კიდე ჩემი არხის მიმართ სოლიდარობის გამოხატულება იქნება. ამიტომ ვისაც მოგწონთ, გაინტერესებთ, უყურეთ ბოლომდე ხოლმე, დალაიქეთ ან დააკომენტარეთ, ეგ არის ყველაზე კარგი რაც შეგიძლიათ გააკეთოთ ჩემი არხის მხარდასაჭერად. მადლობა რომ მისმენთ და მადლობა რომ გაინტერესებთ.